კაი, დავიწყოთ. მოდი, დღევანდელი ლექცია შეეხება პირდაპირ მარტო ფსიქოლოგიას რა. ოღონდ ფსიქოლოგიას როგორც რაღაცა ტრეიდინგის კონკრეტულ ფსიქოლოგიას მარტო არა რა. ვისაუბრებ ცუდ ჩოვებზე. ტრეიდერსაც გააჩნია ზოგადად ცხოვრებიდან მოყოლებულიც. ასევე ვილაპარაკებ იმ შეცდომებზე, რა შეცდომებსაც ძირითადად ტრეიდერები უშვებენ, რაც ძალიან კრიტიკულ შედეგამდე მიყავთ. ასევე ვილაპარაკებ კიდევ ჩემპიონატ გამოცდილებაზე. კიდევ თქვენს როგორც აი კიდე რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან კიდე ადამიანებიდან, ვისაც კონკრეტული სიტუაცია ქონდა და ასევე ჟურნალზე ვილაპარაკებ და ჟურნალის მნიშვნელობაზე რა. მოდი ახლა დავიწყოთ ზოგადად აი ამ საქმეზე გეტყვით, რომ რა არის ეს საქმე რა ფსიქოლოგიის მხრივ. ან ძალიან ბევრს გონია და ძალიან ბევრი მწერს ხოლმე და მე ელაპარაკება, რომ ეს საქმე არის რაღაცა აი ფული როგორ დავწერო ძმა. ანუ ვლაპარაკობ ტრეიდინგზე ვიდეოებში რა და იმ ვიდეოს კომენტარი ესე ვთქვათ პირადში არის, რომ აი ფულს როგორ მაშოვნინებ ძმა. აი ეგეთი ლაპარაკია რა. რა თქმა უნდა, ანუ ეს საქმე ფულთან არის ასოცირებული ყველანაირად რა, მაგრამ ეხლა უყურეთ, მოდი კომენტარებს გავთიშევრო. აი ამას ესენი არ წავიკითხო და ვილაპარაკო რა. აი ფულთან ასოცირებული გასაგები არის რა, მაგრამ ანუ ისეთი კითხვა ისმევა და ისეთი მიდგომა აქვს ხალხს ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ გონიათ, რომ აი ტვინი გამორიცხილი აქვს ამ ხალხს იმით, რომ აი მარტივად უნდა ფული შოვნა რა. ანუ დღევანდელ სამყაროში 2026 წელს მოდი უკვე ვთქვათ, რომ ფული შოვნა ყველაზე მარტივია რაც აქამდე ყოფილა. ესე ვთქვათ რა, მაგრამ ამასთანავე რთული. დავით, ანუ რთულია, მარტივი არ არის და აი მალე ფული შოვნაზე ფიქრით, აი ვიცი, არ დედრდება ხალხი. აი რომც რავი რამე პოდკასტს მოусმინოთ და თუ გინდათ ჩვენს ტოპ სტუდენტებსაც მოусმინოთ, ვინც ამ საქმის სისტემატურად ფულს აკეთებს, ხო? ყველას ალბათ უპოვით საერთოს ჩვენთან, რომ მათი მიდგომა ამ საქმისადმი, მათი დისციპლინა, მათი ფიქრები და მათი მონდომება, ხო? ერთმანეთს გავს. სულ შეიძლება ზუსტად მათი ამბავი ერთმანეთს არ გავდის, მაგრამ ეს ზოგადად ფუნდამენტალები რაც არის, ხო? აი ეს მნიშვნელოვანი და აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ტრეიდერებისთვის, ეს ყველაფერი ერთმანეთს გავს. აი ეხლა მომიცმინეთ. ტრეიდინგის ფსიქოლოგია არის ერთ-ერთი რთული რამ რა, მაგრამ მე აღვიქვამ აი ტრეიდერს სამ ნაწილად იყოფა ტრეიდერის მთავარი თვისებები რა. მოდი გავხსნი მარკეტს და გაჩვენებთ. ნაკლად. ტრეიდერის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობები იყოფა სამ ნაწილად. ეს არის ტექნიკური ანალიზი, რომ მარკეტი წაიგითხო, ზევით როდის ჩამოდის, ქვევით როდის ჩამოდის და ამ შემდეგ. ზევით როდის ადის უბრალოდ. ტექნიკური ანალიზი ტექნიკური ანალიზი, ფსიქოლოგია და რისკ მენეჯმენტი. არ დაიჯეროთ ხალხო, რომ მარტო ფსიქოლოგია ეს საქმე, მარტო რისკ მენეჯმენტია და მარტო ტექნიკური ანალიზია. ეს სამივე ცალ-ცალკე ვერ იარსებებს ეს სამივე რა, რომ ერთი კონდეს და მეორე ძალიან ცუდი, ერთი კონდეს კარგი და მესამე ძალიან ცუდი, ვერა. ანუ სამივე უნდა კონდეს ძლიერი ძალიან. მაგრამ ტრეიდერები, რასაც ყველაზე მეტად პრობლემას აწყდებიან, ხოლმე ძალიან ხშირად მოხსენიებულია რა. ეს არის ფსიქოლოგია. ნუ მეტი წელი დრო ეთმობა ტექნიკური ანალიზის კეთებას და ფსიქოლოგიაზე ნაკლებად მუშაობენ. ოღონდ ეს ფსიქოლოგიაზე მუშაობა არ არის ისე, რომ აი კონკრეტულად რაღაცა ტრეიდინგის ფსიქოლოგიაზე უნდა იმუშაო რა. აქ გჭირდება ზოგადად ადამიანის მენტალური მდგომარეობა პიროვნულად უნდა იყოს განვითარებული. აი კონკრეტულად ტრეიდინგის ფსიქოლოგიას არ აღვიქვამ მე როგორც აი რეალობად რა. ჩემთვის ტრეიდინგის ფსიქოლოგია ასოცირდება ზოგადად ადამიანის მენტალურ მდგომარეობასთან რა. როცა მე მაგალითად მქონდა როგორც ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც აქედან ძალიან ბევრს კი ყველას ექნება თავიდან, ჩვეულებრივად, მქონდა რომ ფსიქოლოგიური პრობლემები. აი კონკრეტულად რომ მიშლიდა ხელს, რომ მე წარმატებულად მეტრეიდა, ხო? აი
ამისთვის თავიდან რა თქმა უნდა რაღაცების წიგნების საკითხვა დავიწყე და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ზოგადად ცხოვრებაა გამოსასწორებელი. ანუ არ მივარგოდა ჩვევები, ცხოვრებისეული. არ მივარგოდა თვითონ აი ზოგადად მენტალური განათლება არ მქონდა მიღებული. არ მქონდა ის უნარები ადამიანის, რაც აი რო ჩათვლი რომ ადამიანი ძლიერი არის და სუსტი არ არის რა. აი ეგ ყველაფერი და ჩემი თავი რო შევიყვარე, ესე ვთქვა და დავიწყე კონკრეტულად ტრეიდინგის გარეთ ჩემი თავის განვითარება. აი მე შემდეგ უკვე აი ტრეიდინგის ფსიქოლოგიამაც ხო შედეგი გამოიღო. რატო? იმიტომ რომ მე რო დავიწყე ადამიანმა ჩემ თავზე მუშაობა, რა ვიცი, თუ კიდ ბევრი წიგნი არ წამეკითხავს, მაგრამ ძალით ვაძალებდი და ვკითხულობდი ხოლმე წიგნებს ადრე რა. კიდევ ასევე რა თქმა უნდა ვარჯიში. რა თქმა უნდა გარეთ, რა ვიცი, ტრეიდინგის გარეთ ცხოვრება რო დაალაგო. რაღაცები მოაგვარო. შენ თავზე იმუშაო მოკლედ რა და შენ თავის განვითარებაზე იფიქრო. აი ამ ყველაფერმა, აი უფრო დამისერიოზულა ამ საქმისადმი მიდგომა, იმიტომ რომ როცა აი ამ საქმის გამო იწყებ შენი ცხოვრების შეცვლას, ესე იგი ამ საქმეს სერიოზულად უყურებ და არასერიოზული მიდგომა არ გაქვს. თუ არასერიოზული მიდგომა აქვს ამ საქმესთან ხალხო და არ იღებთ სერიოზულ პრობლემად ამ საქმეში დაშოულ შეცდომებს და რაღაცა გონიათ რომ ერთ ყურს შეუშვებ და მეორეში გამოუშვებ და თავისით მოგვარდება, ძალიან ცდებით. აი ძალიან შორს ხართ იმ რეალური ფაქტებისგან, რაც საჭიროა რომ ამ საქმეში განვითარება იპოვო რა. თქვენ თავზე მუშაობას რო დაიწყებთ, აი ეს ფსიქოლოგიური პრობლემები რაც არის კონკრეტულად ტრეიდინგში, ეგენი თავისით ნენელა გვარდება, იმიტომ რომ აღარ ახარ არადისციპლინირებული ტრეიდინგში, ანუ ეს გეგმა, მოკლედ ტრეიდინგში არსებობს გეგმა რა. აი აღარ არღვევ გეგმას, აღარ არღვევ წესებს, აღარ აკეთებ უაზრობებს, აღარ უდგები მარკეტს არასერიოზულად რა. ვინც გამოუცდელი ხართ, ეს რაღაცები შეიძლება ვერ იპოვოთ თქვენი თავი და ვერ დაუკავშიროთ თქვენ თავს რა, მაგრამ ვინც გამოცდილია, ძალიან ბევრი მიხვდება, ეხლა რას ვლაპარაკობ რა. ნუ ზოგადად ჩემოსავლებს განსაკუთრებით ვურჩევ, რომ აი ამ საქმეში მით უმეტესად ზოგადად ცხოვრებაშიც შეცდომის დაშვების უფლება მისცეთ თქვენ თავს. ანუ გასაგებია, რომ აქ მოდიხართ, სწავლობთ და შეცდომებს გარიდებთ ძალიან ბევრს თავს და სწორ გზაზე გაყენებთ და ვცდილობთ, რომ ყველა სწორ მაინდსეტზე დაგაყენოთ და სწორ გონება ისე ჩამოგიყალიბოთ, რომ სწორი მიმართულება მოგცეთ თავიდანვე, მაგრამ გვინდა არ გვინდა არსებობს რაღაცა შეცდომები, რაც შეცდომებს უნდა დაუშვათ და მაგის დაშვების არ შეგეშინდეთ და აი ამით იპოვა განვითარება რა. ანუ შეცდომა ცუდი არ არის. პირიქით, შეცდომების განსწავლობს ადამიანი და შეცდომებით ვითარდება იდეაში რა. თუ შეცდომა ადამიანმა არ დაუშვა, მე მაგალითად რავი, პირად ცხოვრებაზეც გეტყვით, რომ აი რაც მე ცხოვრებაში ნასწავლი მაქვს. აი 90% აი არის ჩემი პირადად შეცდომების დაშვების შემდეგ. აი რადიკალურად ვარ შეცვლილი სიმართლე გითხრათ, რაც მაგალითად ბავშვობაში და ანუ წლების უკან ვიყავი, ხო ამბობს ხალხი, რომ აი წინა წელს რა ვიყავი, ეხა შევიცვალე, მაგრამ აი მართლა გეუბნებით, რომ იმდენად შეცვლილი ვარ, რომ აი იმ ხალხთან ადრე ვისაც მქონდა კონტაქტი, არავისთან არ მაქვს კონტაქტი რა, მაგრამ ის ადამიანი რომ დამიჯინო ეხა და მალაპარაკო, ხო? ვაფშე ვერ მიცნობს, იმიტომ რომ რადიკალურად შეცვლილი ვარ და ჩემი ფიქრები, მიზნები, ჩემი აზროვნების უნარი რადიკალურად შეცვლილია რა. ყველაფერი, ვაფშე. აი ეს უნდა გააკეთოთ, აი ძალიან დიდი პრობლემა კიდე, აი მსმენელებს შეეხა რამდენი სტუდენტი ხოლია, ხო? ეხლა თქვენ რამდენი ცხადთ, ამაზე მეტი სტუდენტი, 200-ზე მეტი სტუდენტი მყავს ამაზე, 500-ზე მეტი სტუდენტი მყავს რა. რა პრობლემაც აი იმ სტუდენტებში რა. აი რა განასხვავებს ჩემს არაპროფიტულ სტუდენტებს და პროფიტულ სტუდენტებს ერთმანეთისგან რა, თუ გინდათ. აი ის განასხვავებს, რომ აი ვინც არაპროფიტულია იმ ადამიანს მოსმენის უნარი არ გააჩნია. იმიტომ რომ როცა აგერ გიზი ვართ, მენტორი, გელაპარაკებით, ჩემ გამოცდილებას გიზიარებთ, გეუნებით რა არის სწორი და რა არის არასწორი და ამას ერთ ყურში უშვებ და მეორეში გამოუშვებ, ხო? აი ეს უკვე პრობლემა. და ეს პრობლემა რა არის? ეს პრობლემა არის იმ რეალურ ფაქტებთან, რაც საჭიროა შენ რომ ამ საქმეში წარმატება იპოვო, მაგას აიგნორებ. ძალიან ბევრი თან, რა ვიცი, რაღაცა რჩევას რო ვაძლევ, შეიძლება გამეჯიუტოს კიდევაც რა, რომელსაც 2 დღეა ეს საქმე აქ დაწებული და გამეჯიუტოს. ხვდებით? ანუ მასეთ ადამიანს
უბრალოდ აი მოსმენის უნარი კი არა, არ უნდა რჩევის მიღება იმ პონჩი, რომ აი ეგო აქვს რა. აი ეგო ტრეიდინგში და ზოგადად ცხოვრებაში თუ განვითარება გინდა, ხო? წინ ვერ წაგწევს. ეგ ეგო უნდა გადააგდო. ეგ ეგოიზმი უნდა მოისროლოთ ფანჯრიდან და აი რა რჩევასაც იღებ მით უმეტეს, რასაც სწავლობ. აი უნდა მოისმინო და გააკეთო, იმიტომ რომ იცი ადამიანმა, რომ აი ამ ადამიანს ესე აქვს გაკეთებული და ესე აქვს შედეგი დადებული, ხო? ეგო ტრეიდინგში ვერ დაგეხმარებათ, არა მარტო მაგ კუთხით, რა სხვა კუთხითაც. ეხა უყურეთ ხალხო. ფსიქოლოგია ტრეიდინგში რა პრობლემები ჩნდება ხოლმე რა? პრობლემები ჩნდება ესეთი, მაგალითად, მოდი გადავხედოთ ჩვენს education channels. სად არის? ბრმავარ. დიდი ფსიქოლოგიური ბარიერები. ეს არის უკვე კონკრეტულად ტრეიდინგის შიგნითა პრობლემები რა. იმის შიში, რომ მოძრაობები გამაზო. ეხლა მოძრაობის გამაზვის შიშს რაც შეეხება რა. აი მაგალითად, ნუ ტრეიდინგში, აი მაგალითად, აი გინდოდა ეგ ტრეიდ შესვლა, აი გინდოდა ფულის მოგება, ვინც არის ტრეიდინგი ვაფშე რა არის და ისე ხარ შემოსული. რაღაც მოგება გინდოდა და ეგ შანსი, ეგ ოპორტუნიტი გამაზე რა. ძალიან ცუდი შეგრძნება მესმის, ყველას გამოგვივლია, მაგრამ იმის დისციპლინა რომ გაგაჩნდეს, რომ როცა მოძრაობას გამაზავ, დაიკიდო ეგ ყველაფერი და უაზრო თითების ჭერას მოეშვა. აი ძირითად პრობლემებს ტრეიდინგისას რა, ფსიქოლოგიურ პრობლემებს, აი ამას უგინდათ მოძრაობის გამაზვის შიშს, წაგების შიშს, მოუთმენლობას, იმის შიშს, რომ საკმარისად კარგი არ ხარ. Losing streak და drawdown-ი არის, ისე რა ქვია, წაგების სტრიკები და drawdown-ი არის მინუსში ყოფნა. უდისციპლინელობას, წესების არ გაყოლას. აი ამ ყველაფერს აგვარებს ზოგადად, აი წესების ქონა და მაგ წესების გაყოლა. ეხლა მოდი ვისაუბროთ revenge trading-ზე რა. Revenge trading. Revenge trading. აი რა არის revenge trading-ი რა? Revenge კი რა, revenge. ო, ანუ revenge trading-ი არის, აი იცით როგორი აი აფექტივით არის რა. აი მაგალითად თუ გინდ მოძრაობა გამაზე, თუ გინდ ტრეიდი წააგე რა, აი მაგის მერე ტრეიდეს ერთვება არანორმალური revenge trading-ის გრძნობა. და ეს ანუ ყველაფერი ძალიან ავიწყდება ყველაფერი, რაც აქამდე მაგალითად თავისებს დაპირდა, რომ წესებს არ დაარღვევდა, აი მაგ უაზრობებს არ გააკეთებდა. ეგ ყველაფერი ავიწყდება გონებაში. და ეს რო ავიწყდება, იწყებს უაზროდ თითების დაჭერას. Long-ზე, short-ზე, ანუ უაზროდ იწყებს ტრეიდინგს რა. იქ უკვე ანალიზსაც აღარავინ აღარ უყურებს, აღარავინ აღარ უყურებს რეალურად მარკეტზე რა ხდება, არც ახსოვს რომ გეგმას არღვევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და როგორ უნდა მოგორეგრებს revenge trading. ჩემი აზრით ყველაზე კარგი გზა, ნუ რა თქმა უნდა, თავიდანვე რაც ვთქვი, რომ ცხოვრებას უნდა მიხედა ზოგადად მენტალურად და გაიაზრო, რომ ეს სერიოზული საქმეა და სერიოზულად უნდა მიუდგე და მაგ რაღაცების კეთებას, ხო, აზრი არა აქვს, უბრალოდ რამდენიც არ უნდა ცადო და რამდენიც არ უნდა აკეთო ეგ ყველაფერი. შედეგს ვერ გამოიღებს ვერაზროს. აი რომც, აი მაგალითად revenge trading ხო არის უაზრო ტრეიდის გახსნა, რაც შენ გეგმაში არ ჯდება, ხო? აი რომც მაგალითად, აი აქ ტრეიდი გამომაზე და პროსტა სადღაცას დავაჭირე. და გამივარდა და აი მარკეტზე ტრეიდი მოვიგე. აი დავუშვათ, აქ მინდოდა შესვლა, მე გავმაზე, ნერვები მომეშალა და აი პროსტა სადღაცას დავაჭირე. და ტრეიდი მოვიგე. აი ძალიან ბევრი რას იფიქრებდა. აი ასეთ შემთხვევაში, რომ ტრეიდი მოიგო. ვაჰ, ღმერთს მადლობა, ღმერთს ევედრებიან ხოლმე. რა, ღმერთს მადლობა, ეხა ტრეიდი მომაგებინა. ეხა კი დავარღვიე გეგმა და დისციპლინა რა, არა აი შემდეგში აღარ ვიზავ. ეს არის არასწორი ფიქრები. და რატო? ეხა გეტყვით. შეხედეთ, აი ამ ტრეიდერმა ეხა არადისციპლინირებულად მოიგო ფული. ეს ფული მისი არ არის. აი ამ ფულს ყველა ჯერზე დროთა განმავლობაში მარკეტი უკან წაიღებს და რატო ეხა გეტყვით. ეს ეხა როგორი ტრეიდერია? ამ ტრეიდერს ეხა გონებაში აქვს ისეთი ჩვევა, რისი გამოსწორებაც თვეები მომდება ალბათ, იმიტომ რომ ძალიან რთულია მაგის გამოსწორება. თუ ეგეთი ჩვევები ჩამოგიყალიბდეთ და რატო ეხა? ეხა ამ ტრეიდის ქვეცნობიერში რომ ეხა გეგმა დაარღვია. და ეხა
არადისციპლინირებულად მოიქცა რა. ის გონებაში ეხა ეს რო გააკეთა, კიდევ ერთ მსგავსი რაღაც რომ მოვიდეს, მაგალითად წააგო ტრეიდი და ისევ მაგ გონებაზე დადგა. ის ყველაფერი მაინც დაავიწყდება, რაც თავისთავად დაპირდა, რომ მაგას აღარ გაიმეორებდა. რატო? იმიტომ რომ მის ქვეცნობიერში ეხა ახსოვს მას ის მომენტი, რომ ადრე ეს რო გააკეთა, ამან იმუშავა, ადრე რო გააკეთა. ამან იმუშავა და მას მოგება ანახა. და რო წააგო, იმაზე მეტი მოაგებინა რა. მის ქვეცნობიერში ეხა ის არის, რომ ამას თუ გაიმეორებს, იგივე შედეგს მიიღებს. მაგრამ მაგჯერად, მაგ დროს უკვე მაგ შედეგს რო ვერ მიიღებს და საერთოდ უარეს გააკეთებს და ერთი წაგება კი არა, თლიანი აკაუნტის განულება რო ელოდება გვერდზე, ხო? მერე უკვე ყველაფერი გვიანია, იმიტომ რომ ეგ უკვე არის ჩვევაში გამჯდარი რა. ეხლა როგორ უნდა მოაგორო ეს პრობლემა? ეს პრობლემა პირველ რიგში უნდა მოაგორო იმით, რომ ჯერ შენ პირადად როგორც პიროვნება თუ ამბობ რომ ამ საქმეს სერიოზულად უდგები, უნდა გააცნობიერო, რომ ამ სისულელეების კეთება შედეგს ვერ მოგიტანს. მეორე, უნდა გინდოდეს მაგაზე მუშაობა და მაგ პრობლემის გამოსწორება. ყველაზე კარგი ვარიანტი არის, რომ ცხოვრებას მიხედო ზოგადად მენტალურად და გაიაზრო და ძალიან კარგი კიდევ დისციპლინასაც გამოგიმუშავებს და ესე ვთქვათ, შენ თავთან პასუხისმგებელი პირი იქნები, რომ ეს მოაგვარო, ჟურნალი. რა არის ჟურნალი? ჟურნალი არის ადგილი, სადაც შენ ჩაიწერ ნებისმიერ შენს პრობლემას და ასევე შენს პრობლემის გარდა ნებისმიერ შენს გახსნილ პოზიციას, ტრეიდებს. ყველა პოზიცია წაგებას, მოგება მნიშვნელობა რა აქვს, უნდა ჩაიწერო. მოდი, რადგან ფსიქოლოგიაზე ვლაპარაკობთ, მაგას მე მიუბრუნდები ჟურნალს. ამ კონკრეტულ პრობლემაზე რა, ნებისმიერი რამე, რაც შენ ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვს, რაც შენ ხელს გიშლის. რამაც შეიძლება ოდნავ მაინც ტრეიდისთვის ხელი შეგიშალოს. ეს ცუდი ჩვევები, რაც ახლა ვისაუბრე, revenge trading-ი, უაზრო ტრეიდების გახსნა, მარკეტის გაკიდება, რომ როცა გამაზავ ტრეიდს, ის ემოცია რო გეუფლება, რომ ფულს მაზავ, მოდი შევალ, სადმე შევარდები და მოვიგებ რა და მე აღარ გავიმეორებ ამას. ეგ ყველაფერი უნდა იყოს წერილობით აღნიშნული შენ ჟურნალში. ეს რეულში იქნება თუ სადმე იქ იქნება, რა ქვია. სადმე იქ რა ქვია, კომპიუტერში რაიმე ჟურნალი როა, მაგალითად Notion-ი, მე მაგას ვიყენებ პირადად. ეს საიტი. აქ ჩაწერ თუ რას იზავ, ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული, ანუ ძალიან მარტივია ჟურნალის ქონა, მთავარია ჟურნალის მთავარი იდეა ის არის, რომ შენ მან ჩაწერო და მაგას გადახედო და ეგ შეცდომები არ დაგავიწყდეს. და ამას უკვე რამოდენიმეჯერ რო გაიმეორებ, ხო, ეს შეცდომა ეხა ერთხელ ჩაწერით არ მოგვარდება, არ გეგონოთ რა. რამოდენიმეჯერ შეიძლება მოგიწევს ჩაწერა და ასევე ამით რო იწერ, შენი ტვინი უკვე იწყებს იმაზე ფიქრს და იმაზე მუშაობას, რომ ეს პრობლემა ეს ნო მოგვარდეს. ესე იხსნება ეს. ეხა მოდი ვისაუბროთ ჩვევებზე რა. უაზრო ჩვევებზე. მაგალითად, დღეს მქონდა ეს ეხა იმ ადამიანმა პირადად არ მიიღოს. მოდი ერთამე from me. დღეს მქონდა უპირატე ერთ ადამიანთან ლაპარაკი და ეხა არ მიიღოს მართლა პირადად. ისე რა ქვია, უბრალოდ ეხა მისნაირი აქ ვიცი რომ 90%, 99% არის და მისნაირი უამრავი არის, უბრალოდ რადგან შეხვდა პრისტო მინდა რომ ისა მაგალითი მოვიყვანო რა. კაი, ორი წამი. ორ დღეში შეგიძლია დახურო challenge, მოკლედ არის რაღაცას გამოსწრები, ნუ ხა ვინც დამწყები ხართ, მაგას ვერ მიხვდებით, რომ რაღაცა აკაუნტები რასაც ყიდულობთ და საერთოდ ფულ შოულობ ძირითადად რა. და აქ, რა ქვია, 3 დღეს შეგიძლია ჩააბარო და რატო არ უნდა ჩააბარო რა. შეგიძლია 2 დღეში დახურო და მაგითო. ანუ შეხედეთ, ეხა პრობლემა აქ რაშია რა? პრობლემა აქ იმაშია, რომ ამ ადამიანს აქვს, ნუ მალე ფულის გაკეთების სურვილი რა. ნუ მაგაში შეიძლება ითქვას, რომ ცუდი არაფერი არ არის. ყველას უნდა ფულის გაკეთება, ყველას უნდა, რა თქმა უნდა, მაგ მატერიალის შედეგის მიღება რა.
მაგრამ ამ ადამიანის პირველ რიგში კონცენტრაცია არის იმაზე, რომ შედეგი მიიღოს რა. აი შედეგი, ანუ ადამიანი არის ძალიან შედეგზე კონცენტრირებული. ამ შედეგზე კონცენტრაციით მარტო, აი ამ შედეგზე კონცენტრაციით შენ კარგავ რეალურად პროცესის სიამოვნებას რა და პროცესზე კონცენტრაცია არ გაქვს. ანუ ტრეიდერის კონცენტრაცია უნდა იყოს, რომ აი თავარი კონცენტრაცია ის უნდა იყოს, რომ თავისი ცოდნით მაქსიმალური გააკეთოს მარკეტზე. და შედეგის სისწრაფეს თვითონ ვერ გააკონტროლებს იმდენად. და ყველაზე სწრაფი გზა შედეგამდე ეს ძალიან მწარედ მაქვს მენასწავლი და ბევრსაც აქვს მოსწავლეებს, ყველაზე სწრაფი გზა შედეგამდე არის ნელი და მოკლე ნაბიჯებით. ის ხალხი, ვინც აჩქარებთ პროცესს და სწრაფად გინდა შედეგის მიღება, ყველაზე შორს ხართ იმ რეალური შედეგინა, რა რეალური შედეგის უნდა მიიღოთ. აი, შორს ხართ. უფრო დროს კარგავთ და უფრო უაზროდ აკეთებთ ყველაფერს. ჩათვალეთ ეგრე არის. ეხლა, ჩემი ფიქრი როცა არის შედეგზე, მე რეალურად კარგავ, როგორც გითხარით, პროცესიდან ფიქრს რა. თქვენი როცა მარკეტზე ჯდებით და თუ მარკეტზე გაქვს სტრატეგია შემუშავებული და მოდელი გაქვს ჩამოყალიბებული, შენ მარკეტზე მხოლოდ იმისთვის უნდა მოდიოდე, რომ უბრალოდ შენი გეგმით რაც გაქვს, შენი მოდელით უბრალოდ გახსნა ტრეიდი, შენი მაქსიმუმი გააკეთო და ტრეიდს რო გახსნი, მისი შედეგი რა იქნება, მაგას უკვე შენ ვერ გააკონტროლებ. ზოგადად ადამიანებს ირჩევთ, რომ იმის კონტროლი არ ცადოთ, რაც თქვენი შესაძლებლობის გარეთ არის. ანუ მე რო უკვე ანალიზი გავაკეთე და ჩემი გეგმით მაგალითად რაღაცა ტრეიდი გავხსენი და შევედი ტრეიდში. აი ტრეიდი რო გავხსენი, იმის იქით მე ჩემი კონტროლს ქვეშ, აი ეს ტრეიდი ჩემკენ წავა თუ არა, მე უკვე ჩათვალეთ დამოკიდებული ალბათობაზე რა. მე უკვე ჩემი გავაკეთე, ვიცი რომ ეს მოდელი ზოგადად მუშაობს და სისტემატურად შედეგს დებს. თავარია ეგ ვიცი, ტრეიდინგში სისტემატურობაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. გავარდნილი ყველაფერი უკან წავა და მარკეტი უკან წაიღებს ყველაფერს გავარდნილს და შემთხვევით ნაშოვნს. თუ შენ სისტემატიურ მოდელს არ მიყვები და შენს მაქსიმუმს არ აკეთებ მარკეტზე რომ მოდიხარ რომ შენ მაქსიმუმი გააკეთო მარკეტზე და ტრეიდი გახსნა თავისი რისკ მენეჯმენტის დაცვით, ჩათვალე შედეგზე ხარ ძალიან ორიენტირებული და ეგ ძალიან დიდი შეცდომა არის. მარკეტზე რომ მოდიხარ, პირველ რიგში რაც უნდა გააკეთო, არის ის რომ უბრალოდ შენი მაქსიმუმი გააკეთო ტექნიკური ანალიზის მარკეტზე, ტრეიდი გახსნა, დახურო, მეგრიჩო რომ დღეში ერთ ტრეიდზე მეტი არ გახსნათ, ყოველ დღე არც უნდა გახსნათ ტრეიდი, იმიტომ რომ ყოველ დღე კარგი მარკეტი არ არის და უბრალოდ ესე გააკეთოთ თვეები. და მე ნახავთ რეალურად გეგმის გაყოლას, დისციპლინას, რა შედეგი მოაქვს. კიდევ ეხა იმ ადამიანს მაგალითზე რა. კიდევ რა აქვს ეხა ამ ადამიანს ცუდი კიდე. აქ ძალიან ცუდი ჩვევა. ეხა ზუსტად ის არის რაც წეგან ვილაპარაკე რა. რომ ამ ადამიანს ეხა რო უნდა რომ რადგან მარკეტინგულად ეგრე აპიარებენ რომ 2 დღეში შეიძლება გავლაო, მართლა უნდა ამ ადამიანს 2 დღეში გავლა. ეგ არის მარკეტინგული ჩათვალით ხრიკი, იმიტომ რომ მაგ პროფილმა, მაგ ადგილმა იცის რომ ტრეიდერების 99% ვერ ძლებს ამ საქმეში დიდი ხანი. ხო? იმიტომ რომ არადისციპლინირებულები არიან, უაზროდ ხსნიან ტრეიდებს. აი ხა მე ვინც მისმენთ აგერ რამდენი კაცი ხართ? 312 ადამიანი, ხო? 312 ადამიანი. აი ვიცი 300 კაცს უფეხებზე კიდია ეხა რა ვსლაპარაკობ, რომც ტრეიდინგი დაიწყოთ, ვიცი რომ აი ხა რასაც ვლაპარაკობ და რაც აქამდე ვილაპარაკე, მაგრამ კიდიათ. იმიტომ რომ თქვენ მაინც თქვენსაც მიაწვევით და თქვენსაც გააკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ გონიათ, თქვენ სამყაროში ცხოვრობთ და თქვენ გონიათ, რომ აი ჩემი ჯობია. აი შეიძლება რეალურად ეგრე არ ფიქრობდით, მაგრამ მაინც არ მომისმენთ. იმიტომ რომ არ გინდათ მოსმენა, არ გინდათ რომ აი თქვენ აი დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ ხვალინელ ქათამს რა. აი გირჩევნიათ. და მაგიტო არ მომისმენთ, თქვენ მაინც დღეს რო დოპამინი მიიღოთ, მაგიტო გააკეთებთ, მოკლევადიანი შედეგისკენ მაგიტო ივლით და გრძელვადიანი შედეგიდან ფოკუს მოხსნით საერთოდ. ეხა ის იმ ადამიანს რომ 2 დღეში გავლა უნდა და დაუშვოთ 2 დღეში გაიარა. ხო შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ მაგარი შედეგია, ვა,
ორ დღეში გავიარე, ხალხი ამისთვის თვეები წვალობს. მე მაგალითად ხალხო პირველი ჩელენჯი რო გავიარე, 2 თვე წვალობდი მაგის გასავლელად. 2 თვე. ეხლა იმ ადამიანს რა გააჩნია ცუდი? რაც წეგან თქვი ზუსტად იგივე რა. მას ქვეცნობიერში აქვს რომ ეხლა თუ აკიდევაც რომ ეხლა აქ რო რისკ მენეჯმენტი მაქვს, იქ მასე არ ვიზამ ფანდეძე რო გადავალო რა. იგივეს გავიმეორებ. ის რომ ფანდეძე გადავა და რო გაიაროს მაგ ჩვევებით და მაგ მიდგომით ეგ მაგათად გამოცდა და რო გადავა იმ რეალური ფულის შოვნის ფაზაზე, აი მანდ უკვე დაუშვა ტრეიდი მოიგო. და იტყვის რომ გეგმას მიყვები, ყველაფერი კარგად არის რა. მაგრამ აი როცა უკვე მივა იმ დონეზე რომ თუ გინდა ერთი ტრეიდი წააგოს, კაი, და ერთი ტრეიდიდან დაიგიდოს. ზედიზედ მეორე ტრეიდს რო წააგებს ეგ ადამიანი მაგ ჩვევებით და მაგ მიდგომით, ხო? მერე რა მოხდება? აი თქვენით მიხვდებით რა მოხდება მერე. მას გაახსენდება რომ აი ჩელენჯზე რომ ბევრი მოიგო, მაგის გამეორება კიდე შეუულია. ო ის 2 დღეში დაუხურე, კაცო, აქაც გავიმეორებ იგივეს, იმიტომ რომ რატო? მას აქვს უკვე იმის გამოცდილება, რომ ეგ ერთხელ რო გააკეთა, მაგის გამეორება კიდე შეუძლია. მისი ფიქრი ეგ არის. და მანდ რო უკვე მაგას გაიმეორებს, ხო? იმ შედეგს ვერ მიიღებს რა შედეგიც წინათ იმ ჩელენჯზე მიიღო. გავგზავნოთ. ხო, მოდი ახლა 2 ტრეიდერის მაგალითს მოგიყვანთ რა. და ვინმე მინდა ამოვიდეს და ჩემთან ერთად ილაპარაკოს და პასუხი გამოსცეს, თქო მოსწავლე არ მინდა. რა მე ისეთი ვინმე მინც დაველაპარაკება. მოგიყვან ახლა მე შენ 2 ტრეიდერის მაგალითს. ერთი ტრეიდერი რომელსაც აქვს გეგმა და აი მიყვება ამ გეგმას რა. ამ გეგმით რისკსაც იცავს და ხსნის ტრეიდებს, რა ვიცი, რაღაც კონკრეტული რაოდენობის ტრეიდებს, ყოველდღე მოდის და დისციპლინირებულად აგებს, იგებს, მის მნიშვნელობა არ აქვს, მოდის და ხსნის ტრეიდებს, თავის გეგმას მიყვება, მაგრამ ჩელენჯი დააფეილა, ვერ გაიარა. ანუ ფული ვერ იშოვა. მარტივ ენაზე რო გითხრა რა. და მოდი მოგიყვან მეორე ტრეიდერის მაგალითს რა, რომელმაც გეგმა დაარღვია, რისკ მენეჯმენტი არ გაითვალისწინა, აკაუნთი გაიარა, მაგით და მერე pay-out-მდეც მივიდა და ფული გამოიტანა. მაგრამ პირველმა ტრეიდერმა ფული ვერ გამოიტანა. რომელი ტრეიდერი ჯობია? პირველი ჯობია რა, პირველი ჯობია. რაღაცა. აი ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხო აზე ხარ, ეგრე ჯობია პირველი რა. რო ანუ დააფეილა რაღაცა ისწავლა, ანუ გაყვა თავის გეგმებს და რაღაცას და ის მეორე კიდე ის არის რა, ანუ გავარდნა და რაღაც ხო აზე ხარ, ანუ პირველი ჯობია 100% ეგრე არის რა, ეგრე ხდება ზოგადად ამ საქმეში. სწორია და მოდი ახლა მე უკეთ ახსნი რატო ჯობია პირველი. პირველი თავის გეგმას გაყვა. მას დისციპლინა გააჩნია და შეუძლია, რომ თუ რაღაცები რა შეცდომების დაუშვა, იმას დახვეწავს, და აუცილებლად იზავს თუ სისტემატურად ჩაუჯდება ამ საქმეს, აუცილებლად გავა სისტემატურ შედეგზე, იმიტომ რომ სისტემატურობა ტრეიდინგში ყველაზე მეტად ფასობს. თუ სისტემატიური ვერ ხარ ამ საქმეში, ვერ იქნები წარმატებული ტრეიდერი და პროფიტული ვერ გარკვევა რა. მეორე ტრეიდერს რა აქვს? აქვს ცუდი ჩვევა. კიდევ ერთხელ გიმეორებს, რომ იმას კიდევ რო გაიმეორებს, რადგან გონია რომ ერთხელ რო გააკეთა მეორედაც გამოუვა, ხო? იქ უკვე მარკეტისგან მაგრად მოხვდება. აი ძალიან მაგრამ მოხდება რა. ტრეიდერები რა შეცდომასაც უშვებენ ძირითადად ფსიქოლოგიის კუთხით, არის აი 90% ეგ, რომ აი იყალიბებენ უაზრო ჩვევებს, არ უდგებიან მარკეტს სწორად, არ იცავენ დისციპლინას, აი ჟურნალის, აი ჩემი მოსწავლეები მაგრები არიან რა, მაგრამ არის კატეგორია, რომ ბოდიში ვარ, მაგრამ ყელეზე კიდიათ ჟურნალში რამის ჩაწერა, იმიტომ რომ აი ეგეთი ეგო აქვთ რა, ეგეთი ხოში აქვთ, რომ არ ჩაიწერონ, იმიტომ რომ აი ძმა, რა შეცდომა ჩავიწერო, თავში ვიცი სიმონ. აი ეგეთი მიდგომა აქვთ რა. აი თავში ვიცი, რაში მჭირდება მაგის ჩაწერა. აი მე ხო ვიცი რა შეცდომა ეხა, ჩემი პრობლემები ჩემზე უკეთ ვინიცის, რა თმინდა იქ ჩაწერა. აი ეგეთი მიდგომა რო აქვთ, ხო? ეგეთი მიდგომა რო აქვთ. აი ზუსტად მაგიტო ვერ გახდებიან პროფიტულები და წარმატებულები. აი ზუსტად ეგ არის. რომ აი ეგეთი არასერიოზული და ეგოისტური მიდგომა აქვთ.
აი აიგნორებენ რეალურ ფაქტებს, რაც საჭიროა, რომ ადამიანმა და ტრეიდერმა და წარმატებულმა ადამიანმა რომ რეალურად წარმატებას მიაღწიო. მაგრამ რეალურ ფაქტებს აიგნორებენ. მე დღემდე სამი წელია ვაჭრობ, ხო? დღემდე ვიწერ ჟურნალში ნებისმიერ ტრეიდს, რასაც გავხსნი. მიზეზებსაც უწერ, რატო გავხსენი. და ყველაფერს სტატისტიკას ვინახავ. ეხლა ჟურნალზე გადავიდეთ რა, ჟურნალის მნიშვნელობას და თუ რამე კიდე ფსიქოლოგიიდან გამორჩა, მაგასაც მივუმატებთ დროთა განმავლობაში რა. ჟურნალი, რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალს? როგორც აი სტატისტიკა და ტექნიკური ანალიზი რა. ჟურნალში უნდა იყოს აღრიცხული ყველაფერი. ფსიქოლოგიიდან დაწყებული, ტექნიკური ანალიზი და დასრულებული. რას გულისხმობ ახლა ამაში? ტრეიდერმა უნდა იცოდეს კაფიოთ და კარგად, თქვენ ხო კითხოთ ამისოთ მე, ნებისმიერ აი ეს ამ კითხვაზე პასუხს გაგცემ ჩაოლებრივად, რომ რომელ დღეს ხარ ყველაზე პროფიტული, რომელ თვეში ხარ ყველაზე პროფიტული, რომელ კვირაში ხარ ყველაზე პროფიტული, რომელ თვეში ხარ ცუდი, რომელ თვეში ხარ კარგი, რომელ თუ რავი წელსაც ახლა ბევრს ვერ გეტყვით 3 წელია მარტო ვაჭრობ, მაგრამ რა პერიოდში, რა დღეს, რომელ საათებში თუ გინდ რატო იმ დროს არა, ას შემდეგ მაგ ყველაფერზე მაქვს არა მარტო ჩემი ზოგადი პასუხი, ზოგადად სტატისტიკა მაქვს. მაგის რაც მე მიცავს, ესე ვთქვათ, ფაქტიური სტატისტიკა, რაც მე მიცავს და აი მაგ კითხვებზე ყველაფერზე პასუხი მაქვს. აი რომ კითხოს ახლა ვიღაცამ, რომელ დღეს არ ყველაზე კარგიო, უპასუხებ, რომ 5 შაბათს ვარ საუკეთესო. და 4 შაბათს. რომელ თვე არის კარგი? გეტყვი. დეკემბერი მეორე ნახევარი ცუდია, იანვრის პირველი კვირა კარგი არ არის. თებერვალი ძალიან კარგია, მარტი რთულია ცოტა. აპრილი, მაისი ძალიან კაია, ივნისი, ივლისიც ძალიან მაგარია, აგვისტო ნორმალურია, სექტემბერი ძალიან კარგია, ოქტომბერიც და ნოემბერიც. რა მხრივ? ანუ შეხედეთ, მაგ კითხვაზეც გაგცემთ პასუხს რა მხრივ. ნუ ზოგადად მოვლენებიც არის რა, ვოლატილობის გამო, მაგრამ აი მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ანუ მე გითხარით რომ აი თვითონ მე რა ტრეიდების გახსნი როგორც პიროვნებას, ის სტატისტიკა მაქვს შენახული, ხო? აი ეგ სტატისტიკა რომ მაქვს შენახული, ხო? აი მაგ სტატისტიკიდან გეუბნები მაგ პასუხს. რომ აი ჩემი პირადად, რასაც ვასწავლე და რითიც ტრეიდობ და პირადად როგორც ტრეიდებსაც ვხსნი და როგორც ვუდგები მარკეტს, ესეთი შედეგი აქვს. რატო რისთვის? ეგ შეიძლება ძალიან ბევრი მიზეზი იყოს მაგისთვის რა. მე პირადად რატომაც ეგ მიზეზი მგონი არის ის, რომ ნაკლები ვოლატილობა მარკეტზე, ნაკლები ვოლუმი არის და ბევრად ნაკლები ნიუსი არის, რასაც ახლა დამწყები რომ ველაპარაკებ ვერ გაიგებს.